მით უმეტეს დედის დღე მხოლოდ ემოციური და სიმბოლური თარიღი არ არის, ის ახლოვდება და შესაბამისად ყურადღება მნიშვნელოვანია რომ დაუთმოთ ამ მიმართულებით დედებს. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა გავარკვიოთ თუ რა უფლებებს აძლევს კანონი ქალს მაშინ, როდესაც ის ხდება დედა. დედობა არ უნდა ნიშნავდეს პროფესიულ რისკს, ფინანსურ დაუცველობას ან სამართლებრივ გაურკვევლობას, ორსულობის პერიოდი, დეკრეტული შვებულება, ბავშვის მოვლა, განქორწინების შემთხვევაში ბავშვის ინტერესების დაცვა, ალიმენტის სახელმწიფოს მხრიდან, სამედიცინო თუ სოციალური მხარდაჭერა, ეს ყველაფერი მკაფიოდ რეგულირდება კანონით. აი რა უნდა ვიცოდეთ დედებმა სწორედ ამ კანონის ირგვლივ, ვინ თუ არა ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია გაგვარკვევს ამ ყველაფერს. თამარ, მოგესალმები. დილამშვიდობისა თამარ. მადლობა რომ ეს თემა შეარჩიე, მით უმეტეს გაზაფხული და განსაკუთრებით მარტის თვე სწორედ დედებს და ქალებს უკავშირდებათ და მოდი დავიწყოთ. ბევრია შეკითხვა ამ საკითხის ირგვლივ, შესაბამისად რო არ დავკარგოთ. აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება ქალი არ დაასაქმოს ორსულობის გამო. დავიწყოთ სწორედ ამ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, პოზიტიურ და წარმატებულ დღეს ვუსურვებ. საქართველოს კანონმდებლობის და კერძოდ შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებელს უფლება არ აქვს, ქალს უარი უთხრას დასაქმებაზე ორსულობის ნიშნით. პრაქტიკაში გვხვდება არა მხოლოდ ორსულობის გამო დასაქმებაზე უარის თქმა, არამედ მოსალოდნელი ორსულობის გამოც კი, რაც უკავშირდება მაგალითად ახალდაქორწინებულ წყვილს. როგორც ორსულობის, ისე მოსალოდნელი ორსულობის გამო დასაქმებაზე უარის თქმა, თუ კი ეს ფაქტი დამტკიცდა წარმოადგენს კანონდარღვევას, რის გამოც შესაძლებელია ორგანიზაციას დაეკისროს პასუხისმგებლობა, მათ შორის ფინანსური ჯარიმის სახითაც კი. გასაგებია, ორსულობის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების პრეცედენტებიც ყოფილა. აი რა პირობებშია ეს ყოველივე აკრძალული, საინტერესოა. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ორსული ქალის გათავისუფლება სამსახურიდან დაუშვებელია ორსულობის შესახებ შეტყობინებიდან, ანუ დამსაქმებლის მიმართ შეტყობინებიდან, მთელი მისი დეკრეტული შვებულების განმავლობაში, გარდა გამონაკლის შემთხვევებისა, გამონაკლის შემთხვევაა, თუ კი ორსული ქალი შეგნებულად არღვევს, თქვათ, შინაგანაწესს ან ხელშეკრულებას, უხეშ დარღვევას აკეთებს, ან განმეორებით არღვევს, ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ორსული ქალის გათავისუფლება სამსახურიდან კანონით არის აკრძალული და თუ ასეთი რამ მოხდა, ორსულ ქალს შეუძლია თავი დაიცვას მარტივად შრომის ინსპექციისთვის მიმართვით. დაიცვას თავისი უფლებები. აუცილებლად უნდა კითხო დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებითაც ამ მიმართულებით რა უნდა ვიცოდეთ თამარ, რამდენ ხანს გრძელდება ის და როგორ ფინანსდება ეს? ანაზღაურებად დეკრეტული შვებულება გაახლავთ 126 დღე, ეს არის ორსულობისა და მშობიარობის გამო, ხოლო შემდეგ უკვე ბავშვის მოვლის გამო გვაქვს 604 დღე, ოღონდ აქედან ანაზღაურებადი გახლავთ 57 კალენდარული დღე, როდესაც ვამბობთ ანაზღაურებადი, ეს გახლავთ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება მშობლების ანაზღაურების შესახებ, რომელიც შეადგენს ძირითადად 2000 ლარს, თუმცა პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციაც დამატებით ახდენს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, თუმცა ეს წარმოადგენს ორგანიზაციის კეთილნებას ამ ეტაპზე და არა კანონის ვალდებულებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ქალს განაგზოს სამუშაო იგივე ადგილას და მას უფლება აქვს მოითხოვოს კვალიფიკაციის ამაღლება, თუ კი ეს აუცილებელია იმავე სამსახურში, იმავე ფუნქციების შესასრულებლად და ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული დამსაქმებლის მხრიდან. გასაგებია, ორსულობა ყველა ქალბატონისთვის განსაკუთრებული მდგომარეობა და მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას. და პირობები ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურეობრივ გარემოში. დამსაქმებელი ვალდებულია თუ არა შეცვალოს სამუშაო პირობები აი ამ დროს. თუ ორსული მეძუძური ან ახალნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აუცილებლად ხდის სამუშაო პირობების შეცვლას, ანუ მარტივად რო ვთქვათ, თუ კი ქალი იმ სამუშაოს, რაც დასრულებდა, ვეღარ შეასრულებს სამედიცინო დასკვნის თანახმად გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას უფლება აქვს მოთხოვოს დამსაქმებელს სხვა ისეთ სამუშაოზე გადაყვანა, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას. მხოლოდ თუ დამსაქმებელს ფიზიკურად
არ აქვს ისეთი სხვა ადგილი, რომელიც ჯანმრთელობის შესაბამისი იქნება, ამ შემთხვევაში ასეთი ქალი, ორსული მეძუძური დედა და ახალნამშობიარები ქალი დროებით თავისუფლდება ვალდებულებების შესრულებისაგან და ის ბრუნდება ამ გარემოების აღმოფხრის შემდეგ ის ბრუნდება მის სამუშაო ადგილზე, ინახება მის სამუშაო ადგილი და ჩვეულებრივად განაგრძობს, ასე ვთქვათ, ორსულობამდე აღებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებას. თუმცა გათავისუფლებულია სამსახურიდან და ხელფასი მას გათავისუფლებულია მოვალეობის შესრულებიდან, მაგრამ უნარჩუნდება პოზიცია, რაც შეეხება ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციას კანონით არ აქვს, თუმცა ეს არის შეთანხმებაზე. თამარ, აი ამ შემთხვევაში საინტერესოდეთ ჩდება შეკითხვა დამსაქმებელს ვალდებულება აქვს თუ არა რომ ორსულ ქალს შესთავაზოს სხვა სამუშაო, თქვათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აი თუ არის შემთხვევები, როდესაც ვალდებულება თუ აქვს უნდა დარჩენო თქვათ ამ პოზიციაზე, კი არა, უბრალოდ სამუშაო სივრცეში, მაგრამ უნდა გარემოს შეცვლა და თქვათ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები რაც აქვს დაკისრებული, აი ამის ჩანაცვლება. დიახ, აი როგორც მოგახსენეთ, ვალდებულება წარმოეშვება დამსაქმებელს მაშინ, თუ კი მას აქვს ფიზიკურად ორგანიზაციის სიდიდიდან ან სხვა მახასიათებლებიდან გამომდინარე არის ფიზიკურად შესაძლებელი რომ სხვა სამუშაოს შესთავაზოს. თუ არა აქვს ფიზიკურად დამსაქმებელს სხვა სამუშაო ადგილი ან ვაკანსია თანამდებობა, ვაკანტური თანამდებობა, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ინახება ეს ადგილი ორსულ ქალს და უბრუნდება შემდეგ ორსულობის დასრულების და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის შემდეგ. გასაგებია. ახალ სიცოცხლეს როგორც წესი მოსდევს ხოლმე ახალი გარემოებები, ახალი მდგომარეობები და აბსოლუტურად ეცვლება ქალბატონს ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგი. აი ანაზღაურებადი შესვენება ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში გარანტირებულია თუ არა ეს საინტერესოა. კანონით გახლავთ გარანტირებული. მეძუძური დედისთვის დღეში 1 საათიანი შესვენება, ეს 1 საათი შეუძლია გარკვეულწილად გაყოს კიდევაც ქალმა დამსაქმებელთან შეთანხმებით და ეს ეხება უშუალოდ ბავშვის კვების პერიოდს. თუმცა ორსულობის პერიოდში ასევე ქალს უფლება აქვს მოითხოვოს სამსახურიდან დროებით დღის მანძილზე გასვლა, გათავისუფლება მოვალეობის შესრულებისგან, თუ აუცილებელია სამედიცინო კვლევების ჩატარება, აი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ხო, ანუ იმ დღის განმავლობაში, როცა ორსული ქალი მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთელი ეს პერიოდი, როდესაც ის, ვთქვათ, სამკურნალო დიაგნოსტიკური თუ სხვა მიზნებისგან გამომდინარე, რომელიც ორსულობას უკავშირდება, იმყოფებოდა სამედიცინო კვლევაზე, ეს პერიოდი მას აუნაზღაურდება. და თამარ ძალიან სამწუხაროა ხოლმე, როდესაც ამ ძალიან დიდ სიხარულს განქორწინება ანაცვლებს ხოლმე დიდია სიხარული, მაგრამ ემოციების ზღვაც ძალიან დიდია ხოლმე და ზუსტად ამიტომ აი დაბნეულობის ჯამს არიციან ხოლმე, ვთქვათ, რა ბერკეტი იცავს ხოლმე დედებს სახელმწიფოს მხრიდან. ალიმენტის ოდენობაზე მინდა გკითხო, ვთქვათ, რა უნდა იცოდნენ მეტი სიმშვიდისთვის დედებმა, იმისთვის რომ თქვათ ეს ფინანსური პრობლემები მაინც მათ დღეს წესრიგში არ დადგეს. ალიმენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხდება შეთანხმება მშობლებს შორის, მაგრამ თუ კი შეთანხმება ვერ ხდება, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დედას უფლება აქვს მოსთხოვოს მამას ალიმენტის გადახდა. აქ საყურადღებოა, რომ პირველ რიგში რაც უნდა ვთქვათ, რომ ცოლს უფლება აქვს მოითხოვოს ალიმენტი არა მხოლოდ შვილისთვის, არამედ მისთვისაც ორსულობის და ბავშვის 3 წლამდე ასაკის მიღწევამდე. ანუ მამა ვალდებულია ალიმენტი გადაიხადოს როგორც შვილისთვის, ისე ცოლისთვის, ანუ არჩევის მისი ცოლი, ორსულობის და მთელი ბავშვის არასრულწლობის 3 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ალიმენტის განსაზღვრას. ალიმენტი განსაზღვრება რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე. პირველი ეს არის ბავშვის საჭიროება. საჭიროებაში გულისხმობა, რა თქმა უნდა, როგორც ჯანმრთელობის კვების, განათლების, დასვენების და სხვა სრულყოფილად ცხოვრების საჭიროებები. მეორე ეს გახლავთ მამის და დედის ფინანსური მდგომარეობა და მესამე მამის და დედის ფინანსური მდგომარეობის გარდა ფასდება თავად მამას და დედას გარდა ამ არასრულწლოვანი ბავშვისა, რომელსაც აქვს ალიმენტის მიღების უფლება, კიდევ სხვა სარჩენი პირებით უყავს და შესაბამისად ნაწილდება ეს თანხა. რაც შეეხება წინა პერიოდის ალიმენტს, შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს წინა პერიოდის ალიმენტიც, თუ კი თქვა დედა დააყენებს სასამართლოში ამ მოთხოვნას, შესაძლებელია ასევე განული პერიოდზეც იყოს, ასე ვთქვათ, მოთხოვნილი ალიმენტი. რა თქმა უნდა, საუბარია სანამ არასრულწლოვანი გახდება 18 წელს. გასაგებია, როგორც თაკომ აღნიშნა, იმ განქორწინებას უსიამოვნო ფაქტს, რიგი
ქარტეხილი და პრობლემა მოსდევს ხოლმე და ერთ-ერთია გვარის თემა. აქვს თუ არა დედას უფლება შვილის გვარის არჩევაზე პრეტენზია ჰქონდეს? დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ შვილისთვის გვარის მინიჭება ხდება მშობელთა შეთანხმებით, ანუ ორივე მხარის შეთანხმებით. არსებული ადაჩვევების თანახმად მამის გვარს აძლევენ ხოლმე, მაგრამ საერთოდ ეს არის შეთანხმების საგანი. თუ კი შეთანხმება ვერ ხდება, ასეთ შემთხვევაში სასამართლო წყვეტს დავას ბუნებრივია. არის ერთი გარემოება გასათვალისწინებელი განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შემთხვევაში. დედას უფლება აქვს მოითხოვოს ბავშვის გვარის ცვლილება, ანუ თავის გვარის მიცემა. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ 10 წლამდე ბავშვის შემთხვევაში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მისი აზრი, მისი სიმწიფიდან გამომდინარე, ხოლო 10 წლის შემდეგ აუცილებელია ბავშვის თანხმობა, იმ შემთხვევაში თუ კი დედა ითხოვს თავისი გვარის მინიჭებას, აუცილებელია რომ ბავშვიც იყოს თანახმა ამასთან დაკავშირებით. ხოლო თუ მამა საერთოდ უარს ამბობს ბავშვის მინიჭება, ასე იგი ბავშვისთვის გვარის მინიჭებაზე, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა სასამართლო წესით შესაძლებელია დაევალდებულოს მას გვარის მინიჭება, თუ კი დამკიცდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შვილთან დაკავშირებული მისი შვილია და შესაბამისად მამის ვალდებულებები წარმოიშვება. თამარა, ერთ სიტიურ თემას უნდა შევეხოთ, რაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არავის ცხოვრებაში ნამდვილად არ დადგება, მაგრამ აი უფლებების და კანონის ჩარჩოებში რომ ვისაუბროთ, აქვს თუ არა ქალს უფლება თავად გადაწყვიტოს ორსულობის გაგრძელება? საინტერესო საკითხია. როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთი დავის და кейსების შედეგად დადგინდა, რომ ორსულობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამხრივად ქალი. თქვენ შესაძლებელია გაგიჩნდეთ ასეთი ესე ვთქვათ შეკითხვა და ეს გახალთ დავის საგანი, რომ თუ კი ბავშვის გაჩენის შემდეგ მამას ავტომატურად წარმოიშვება ვალდებულებები მიუხედავად მისი სურვილისა, რატომ არ შეიძლება მამამ მიიღოს გადაწყვეტილება ორსულობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც. როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად დადგენილი იქნა, რომ სანამ ნაყოფი იმყოფება დედის ორგანიზმში და დედის ორგანიზმს განაგებს თავად დედა, აქედან გამომდინარე, ესე იგი ნაყოფის შენარჩუნების თუ აბორტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დედა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონმა დააწესა დამატებითი რეგულაციები აბორტთან დაკავშირებით, აუცილებელია 5 დღიანი მოცდის პერიოდი, სავალდებულოა ფსიქოლოგთან, მეან-გინეკოლოგთან კონსულტაცია და ასევე განსაზღვრულია ასაკი, თუ 12 კვირას უკვე აღემატება ორსულობა, ასეთ შემთხვევაში აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებისას, ან თუ კი ეს საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას და ასეთ შემთხვევაში საჭიროა, ასე ვთქვათ, კომისიის დასკვნა აბორტის გასაგებია. თამარ, დრო ფაქტობრივად აღარ გვაქვს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, რა არის სახელმწიფოს ვალდებულება დედათა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და რა სამედიცინო მომსახურებები ეკუთვნით მას უფასოდ და აქვე სოციალური დახმარებებიც რომ მივაყოლოთ. ვეცდები ძალიან მოკლედ, გითხრათ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამებიდან გამომდინარე, ორსულ ქალი სარგებლობს სრული დაფინანსების პროგრამით, რაც გულისხმობს ორსულობის განმავლობაში 4 ვიზიტს, რომელშიც არის დეტალურად გაწერილი ვიზიტების შინაარსი, დაწყებული მეან-გინეკოლოგის და თერაპევტის კონსულტაციიდან, დამთავრებული ანალიზები, ეკოსკოპია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს გაწერილია გაიდლაინის მიხედვით და სრულად ფინანსდება. ამასთან გართულებული მშობიარობის ან ორსულობის შემთხვევაშიც დამატებითი არაერთი მიმართულება და ნოზეოლოგია, რომელიც ექვემდებარება ასევე დაფინანსებას და გარდა ამისა, რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, გათვალისწინებული არის მცირე სოციალური შეღავათები მარტოხელად დედებისთვის, მრავალშვილიანი დედებისთვის და მრავალშვილიანი დედებისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახთა წევრს მიეკუთვნება. ძალიან კარგი. ეს თემა შეიძლება ითქვას, რომ ამოუწურავია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა არის, რასაც ახლა დროის არ ქონის. მარტის თვე შეგვიძლია გავაგრძელებთ, არ არის პრობლემა. შეგვიძლია გავაგრძელოთ. ბევრ თემას შევეხებით ქალბატონებთან დაკავშირებულს სწორედ მარტის თვეში.